ადამიანის ყველაზე პარადოქსული გამოგონება, რომელთანაც ყველაზე მეტად ასოცირდება სიყვარული და ზიზღი, შიში და იმედი, კომფორტი და ძალაუფლება. ეს ფულია, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ადამიანის ცხოვრებაში. მისი ისტორია საინტერესო და მრავალფეროვანია. ფული ადამიანის ცივილიზაციასთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა. დღეს ჩვენ ფულს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ. ერთად ვიმოგზაუროთ ფულის ხელოვნების სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად გვაქვს შეხება სხვადასხვა ბანკნოტებთან, ცოტა თუ იცის ფულის შექმნის საინტერესო ისტორიები. თავის დროზე კომფორტის სურვილმა მონეტებთან ერთად ქაღალდის ფულის გამოშვება განაპირობა. პირველად ის საკმაოდ ადრე, მე-19 საუკუნეში ჩინეთში შეიქმნა, ხოლო მისი მასობრივი ბეჭდვა 1024 წელს დაიწყო. ნელ-ნელა გაჩნდა მოთხოვნილება ყველა ქვეყანას საკუთარი ბანკნოტი შეექმნა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, მოხერხებული და ორიგინალური იქნებოდა, რაც მთავარია მასზე დატანილი უნდა ყოფილიყო ქვეყნის სიმბოლოები. მმართველების პორტრეტის ფულზე გამოსახვა ჯერ კიდევ მონეტების პერიოდიდან მოდის. პირველმა პირებმა ქაღალდის ფულის გამოსვლისთანავე ბანკნოტებზეც გადაინაცვლეს. დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბანკნოტებია დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი. დოლარზე ამერიკის პრეზიდენტების პორტრეტებია გამოსახული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აკრძალულია რომელიმე მმართველის სიცოცხლეშივე გამოსახვა და ის მინიმუმ 2 წლის გარდაცვლილი უნდა იყოს. ამერიკული დოლარის შექმნა რევოლუციის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ფაქტურად შეიქმნა ახალი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების სახით. ძალიან საინტერესო კომბინაციაა რამოდენიმე იდეის. პირველი ეს ამერიკის სახელმწიფოებრიობის იდეები. ის რომ შეიქმნა ახალი სახელმწიფო, რომ ის შეიქმნა 13 კოლონიის საფუძველზე, ამერიკულ დოლარზე რამოდენიმე მინიშნება ამასთან დაკავშირებით. იგივე თუ გახსოვთ, იქ არის არწივი, რომელსაც უჭირავს 13, ის არის კიდევ რამოდენიმე იქ არის პირამიდა, რომელსაც აქვს 13 საფეხური და ასე შემდეგ. ძალიან ბევრჯერ არის გამოყენებული ციფრი 13 ბანკნოტზე, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცნაირად მანიშნებელი, რომ საწყისი არის 13. გარდა ამისა, იყო ესეთი მინიშნება, რომ ეს შენობა, ახალი შენობა, რომელიც შენდება, ანუ ახალი სახელმწიფო ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ პირამიდეს თავი არ აქვს. ანუ იმის ნიშნად, რომ ეს თავი უნდა დაედგას ღვთისნებით. და იქ პირამიდის თავზე, პატარა სამკუთხედში არის გამოსახული თვალი, ანუ ღვთის ასე ვთქვათ ნიშანი, რაც მისი მფარველობა დაახლოებით ესეთი რა. გარდა ამისა, იყო დატანილი მათი რწმენის საკითხი, რომ მათ სწამდათ ღმერთის და მეჩნიათ, რომ ღვთის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმის გაკეთება, რაც მათ ჰქონდა ჩანაფიქრი. ამიტომ ბანკნოტაზე წერია ჩვენ გვწამს ღმერთის. გავრცელების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბანკნოტია ევრო, რომელიც 17 ქვეყნის საოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს. მასზე კაცობრიობის, ცივილიზაციის და განვითარების ეპოქებია დატანილი. ფულის ნიშნებზე არის გამოსახული ძირითადად ხიდები, თაღები და ჭიშკრები, ასე ვთქვათ, კარებები. კიდე რაშია? ხიდები, რომელიც აკავშირებს ამ ევროინტეგრაციის შემყოფ ქვეყნებს და კარებები, რომელიც მათ ასევე ერთმანეთში მიმოსვლას უადვილებს. ანუ ფაქტურად ერთიანობა, შეკავშირება, გაცვლა, ერთმანეთთან კომუნიკაცია, ეს იდეა იყო გატარებული. ერთი ნიუანსია, არც ერთი კონკრეტული ხიდი და კონკრეტული თაღი და კონკრეტული კარები არ არის გადმოხატული ამ ფულზე, უბრალოდ არის მიმსგავსებული. ერთი კრიტერიუმი იყო კიდევ, რომ სხვადასხვა კუპიურას უნდა აღებეჭდა სხვადასხვა ეპოქა. მაგალითად, 5 ევროიან კუპიურას უნდა აღებეჭდა რაღაც უფრო ადრეული ხანის ევროპა, თქვათ, რომის, საბერძნეთის და ეს პერიოდი. თქვათ, მაშინ როდესაც უკვე 500 ლარიან კუპიურას უფრო შედარებით თანამედროვე ევროპა, რკინისა და ბეტონის და შუშის ევროპა, ასე თქვათ, მემხედველობაში მაგ არქიტექტურული თვალსაზრისით. ესე თქვათ, ეს მოთხოვნაც მან დააკმაყოფილა ყველა ამ კუპიურაზე ისეთი კომპოზიცია არის შერჩეული, რომელიც ამ ეპოქის, სხვადასხვა ეპოქის სულისკვეთებას მეტნაკლებად ზუსტად გადმოსცემს და ასე ვთქვათ, ის კომბინაცია. ერთმანეთს ხალხის აზრი, მეორე მხრივ ჟიურის აზრი, ბანკების აზრი დაემთხვა და სწორედ ეს დიზაინი იქნა არჩეული. მესამე ყველაზე ცნობილი ფულის ერთეული გირვანქა სტერლინგია. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული.
ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფ ცალკეულ სახელმწიფოებს ბანკნოტების საკუთარი დიზაინი დაბეჭდვის უფლება აქვთ. მთავარია დაიცვან ერთი წესი. ბანკნოტის წინა მხარეს აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული დედოფალი ელიზაბეთ მეორე. ბრიტანული ფუნდი ერთ-ერთი ყველაზე ძველია თანამედროვე გაცვლის საშუალებებს შორის. მხედველობაში მაქვს სახელწოდება და ვიზუალური ელემენტები. რასაკვირველია, რომ თავიდან, როდესაც ის შეიქმნა, მას უფრო ლითონური მონეტური სახე ჰქონდა და შემდეგ იქნა გამოშვებული ბანკნოტები, რომელიც იყო უზრუნველყოფილი ლითონით და უკვე მე-20 საუკუნეში მხოლოდ გამოდის ბანკნოტები, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი ლითონით, თუმცა რა თქმა უნდა, ცალკე გამოდის ეგრეთ წოდებული ხურდაფული, ან წრილეფული, რომელიც თვითონ არის დამზადებული ლითონით, მაგრამ არა ზვირფასი ლითონით. რაც არის მნიშვნელოვანი ფუნდისთვის. ტრადიციულად, ახან ეს არის მონარქია, ტრადიციულად მის ვიზუალს ამშვენებს მეფის ან დედოფლის გამოსახულება. გარკვეულწილად ისტორიულად ამას ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ცოცხალი მონარქი იყო გარანტი იმისა, რომ ესა თუ ის მონეტა თუ იქნებოდა თუ ბანკნოტი იქნებოდა ნაღდი, გაუყალბებელი და მისი მსხვერპლობით უნდა იქნებოდა გარანტირებული. თქვა ცოცხალი ადამიანის, ანუ მეფის სიმბოლო სწორედ ამისი გარანტი იყო, რომ ადამიანი, ანუ ამ შემთხვევაში მეფე ამბობდა, რომ მე ვარ გარანტი, რომ ეს არის ნამდვილი ფული, არ არის გაყალბებული და მისი მსხვერპლობით თუ რა არის გარანტი, ან ვარ მე. ეს გარკვეულწილად ესეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთმა ვებგვერდმა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ფულადი კუპიურების ჩამონათვალი შეადგინა. 20 ეულში ქართული ბანკნოტი 10 ლარიანიც მოხდა. საკუთარი ქვეყნის ფულის უკეთ გასაცნობად GDP-დია ყვარელში არსებულ ფულის მუზეუმს ესტუმრა. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ფულს. სადაც გამოფენილია საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები. ქართული ლარის კუპიურა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ბანკნოტები ბამბისგან მზადდება და დაახლოებით 4 წელიწადს. ლარის დიზაინზე ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გარდა არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე არსებული ორნამენტები და ის სახელმწიფო სიმბოლოებია გამოსახული, რომლებიც საქართველოს ისტორიას ასახავს. 1991 წლიდან საქართველოს მთავრობასთან არსებულმა კომისიამ ეს დაკომპლექტებული იყო შესაბამისი სპეციალისტებით, დაიწყო ფიქრი და მუშაობა ქართული ეროვნული ვალუტის შექმნაზე. 1992 წელს გადაწყდა მისი სახელი, ეს იყო ლარი, რომელიც მოდიოდა ძველი ქართულიდან და ნიშნავდა საზოგადო სახელი იყო და ნიშნავს განძს, ქონებას, სხვადასხვა სალაროსთან და ლართან ისტორიასთან ასოცირდება. 95 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში შემოვიდა ქართული ეროვნული ვალუტა ლარი, ხოლო 2 ოქტომბრიდან გამოცხადდა ერთადერთ საგადახდელო საშუალებად. მიუხედავად იმისა, რომ ფული ჩვენს საარსებო წყაროს წარმოადგენს, მასაც შეგვიძლია სხვა თვალით შევხედოთ. ის სახელმწიფოს ისტორიის საუკეთესო მთხრობელია.